თუმცა მიმართვის არასაკმარისი რაოდენობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ასევე ალბათ სტიგმა. სწორედ ამ სტიგმის გაღრმავების საფრთხე დაინახა საზოგადოების და ექიმების დიდმა ნაწილმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაში. როგორ ხვდება ამ ცვლილებას საზოგადოება? გავიგე მაგის თაობაზე, რაღაც Facebook-ზე იყო, მაგრამ არ დავიჯერე, იმიტომ რომ არ ვიცი ეს რა უკომენტაროთ. ფიქრობ, რომ ალბათ არ იქნება სწორი. იმიტომ რომ გამოიწვევს უფრო მეტ სტიგმატიზაციას და პირიქით ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების უფრო ჩართვა სოციალურ, ესე ვთქვათ, ცხოვრებაში იქნება პირიქით უფრო კარგი და უფრო საჭირო. თუ დარეგულირდება პერსონალური მონაცემები და სხვა სახის სხვა შესაძლო პრობლემები, პირადი პრობლემები ადამიანების რაც შეიძლება დარეგულირებული კანონში თუ ჩაიწერება, გაიწერება შესაბამისად და შემდეგ აღსრულდება, შესაძლოა ეს მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელი ამან იმუშაოს. მოვისმინე და არ მიმაჩნია, რომ სწორია ესა. რატომ? რაღაცის გამო შეიძლება მოხდეს ისეთ კატეგორიაში ესეთი ადამიანი. და ფიქრობთ, რომ მათ რაღაც შეზღუდვები უნდა ქონდეთ? არა, პირიქით დახმარება უნდა ქონდეთ და თანადგომა და კვლევები. ქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე ქონდა რაიმე ფსიქიკური ხასიათის დარღვევა პრობლემა. ძალიან გთხოვთ, კატეგორიულად წინააღმდეგიო. არა, არ შეიძლება მაგის გაკეთება. როგორც ვხედავთ, დიდ ნაწილს არ მოსწონს ასეთი ბაზის არსებობა, თუმცა უფრო დიდ საფრთხეს ხედავენ სპეციალისტები. დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი ეკა ჭყონია. ეკა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. კითხვაზე გადავალ პირდაპირ. ხალბატონო ეკა, რატომ არის მსგავსი რეესტრის არსებობა ასეთი სენსიტიური პრობლემა სწორედ ფსიქიატრიის დარგში? გვაქვს აღრიცხვის მეთოდები სხვა ტიპის სპეციალობებში და მედიცინის დარგებში, თუმცა ფსიქიატრია განსხვავდება ალბათ. დიახ, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა, აღრიცხვის მეთოდი ფსიქიატრიაში არსებობდა ყოველთვის და არსებობს. ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში თქვენ რომ მიდიხართ, იქ აძლევთ თქვენ პირადობის ბარაც, იქ ხდება რეგისტრაცია და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს მონაცემები წესით და კანონით და ნებისმიერ ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოიყენებოდეს ჯანმრთელობის სამინისტროსა და ჩვენი ეროვნული დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ იმისთვის, რომ შეისწავლონ რა პრობლემებია, უფრო რა მიზეშედეგობრივი კავშირები, სხვა შორის სპეციალისტები ძირითადად სულ ვაპროტესტებთ იმას, რომ ძალიან ცუდად ხდება მონაცემთა შეგროვება, იმიტომ რომ ამ მონაცემები ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, რომ ნახოთ სად რა პრობლემა გვაქვს. ეხლა რა ხდება ახლა, რატოა ესეთი სენსიტიური? შეიძლება ვიღაცა თქვა ყოველთვის არსებობდა ეს სიები და მე მინდა გითხრათ უკანონოდ ამ სიებით ყოველთვის манипуლირებდნენ, მაგრამ ეხლა უბრალოდ დააკანონეს ის, რომ თუ წინათ მაგალითად ადამიანს სჭირდებოდა იმისთვის, რომ გამოეთხოვათ მისი სამედიცინო ისტორია, უნდა წასულიყო სასამართლოში, სასამართლოს ბრძანება უნდა მოსულიყო და შემდეგ უკვე ეს იურიდიულად გამართული თუ იყო ამ შემთხვევაში ჩვენ გავცემდით ამ მონაცემს. ეხლა უნდა იყოს ესე ვთქვათ სრული წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და ამას ამართლებენ იმითი, რომ ზრუნავენ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. ანუ თვითონ ეს კანონი არის ძალიან მასტიგმატიზებელი, იმიტომ რომ გამოდის, რომ შენ თავიდანვე უშვებ იმას, რომ ადამიანს როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან ალკოჰოლის მოხმარების, ან რაღაცა ნივთიერების მოხმარების პრობლემა აქვს, ამ შემთხვევაში ის უნდა რაღაცნაირად ის საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ხო? და ისედაც რა მინდა გითხრათ, რომ იმდენად ისედაც არსებობს ეს სტიგმა, არსებობს სტერეოტიპები, იმის მაგერად რომ ამ სტერეოტიპებს ვებრძოლოთ და პირიქით ამ ადამიანების მდგომარეობა იქითკენ გავაუმჯობესოთ და ეს დისკრიმინაციის და სტიგმატიზაციის თავის არიდების კუთხით პირიქით ვაკეთებთ. ახლა უარესობისკენ მივდივართ. საფრთხე არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით რას მოიმიზეზებენ ესენი, თქვათ, რა შეიძლება დაერქვას მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა, ხო? აი მაგალითად საბჭოთა პერიოდში კი არა და ახლა რუსეთში და კიდევ რუსეთის იმპერიის და ეს ოხრანკის დროსაც, ხო, პლაკატით რომ რაღაცა წინააღმდეგ რომ
თქვა, რომ ცუდია მეფე, ან ცუდია მთავრობა, ან ცუდია არ მომწონს პუტინი, მარტო ამისთვის შეიძლება ჩაეთვალოთ, რომ შენ საფრთხეს უქმნი საზოგადოებას, მით უმეტეს თუ შენ უკვე რაღაცა პროტესტ გამოხატავ აქტიურად, გამოდიხარ ქუჩაში, ცარიელი ფურცელი რო გამოიტანათ, ხო? უამრავი ესეთი რაღაცა ოდიოზური შემთხვევები გვაქვს ჩვენ საბჭოთა ისტორიიდან, ხალხს იჭერდნენ და 10-15 წლით მეტით კიდე მანამდე სისტემა არ შეიცვალა, ისინი ყავდათ გამომწყდეული აი იძულებითი ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სადაც იძულებით კურნალობდნენ. ანუ ეს რას მეუბნება, იცით, რომ მე თუ მექნება წვდომა და მე თუ შევძლებ გამოვავლინო, რომ ამ ადამიანს აქვს რაიმე ფსიქიატრიული პრობლემა და საერთოდ დიაგნოზები კიდე ცალკე საკითხია და ამაზე შემიძლია პასუხი გაგცეთ, იქვე ADHD-დან გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო, როგორ ხდება ზოგადად ამის დიაგნოზების მორგება, ესე ვთქვა, სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ესე იგი გამოდის, რომ მე მაგალითად თუ მაქვს ბულიმია, არის კვებით ხო იცით, უკონტროლო კვების ეპიზოდები, რომელიც მეგობრების მიერ ადამიანს აქვს. ნუ შემაწუხა და მივაკითხე ადამიანს, ჩათვალ, შეიძლება ეს დაიხვიოს ვიღაცა და იმიტომ რომ მე პროტესტი გამოთქვი, დავდექი ქუჩაში ან ტროტუარზე დავდივარ და აღმოჩნდა, რომ ვიღაცის აზრით მე საფრთხეს უქმნის საზოგადოება, შეიძლება გამომწესო იძულებით კურნალობაზე. ანუ ერთგვარი манипуляციის გზა შეიძლება გახდეს იარლიკი, რომელიც დაედება ამ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებს. გარდა იმისა, რომ ეს იარლიკი შეიძლება იყოს სახელმწიფოებრივი, ვთქვათ, манипуляცияსაც ახსენეთ, როგორია უშუალოდ ინდივიდზე ამის ეკავლენა, როგორია იმის ცოდნა, რომ ეს სოციალური იარლიკი გაქვს და ცხოვრობ ამ ფსიქოლოგიური დაავადებით, როგორი ზემოქმედება აქვს მათ ემოციურ ფონზე შემდგომ. კი ბატონო, იცით რა, ეს ხო თვით სტიგმა ესედაც არსებობს ამ ადამიანებში, კიდევ უფრო გამწვავდება, იმიტომ რომ მათ მიმართ ეს სულ ექნება შიში, რომ სადღაც რაღაც ბაზაშია. და ისედაც უჭერს სპეციალისტებთან მიმართ. ხო, სპეციალისტებთან მიმართვა საბოლოო ჯამში რა ხდება ასეთ შემთხვევაში, რომ ყველაფერი გადის იატაკქვეშეთში. ესე იგი, ვიღაცა სპეციალისტი დაждდება სახლში, იმასთან მივლენ პაციენტები, ჩუმად, პლუს კიდევ ხა ზოგი ამბობს, რომ მედიკამენტებს როგორ გამოუწერთ. მინდა გითხრათ, ეს ბოლო დღეები საოცარი რამ ხდება, მე არ ვიცი, კარგია თუ ამას ვინმე მიაქცევს ყურადღებას, გაწყდა ესეთი ძალიან აქტიური მედიკამენტები, აღარ იშოვება აფთიაქებში, ევროპული ხარისხის, სამაგეროდ არის საბჭოთა ხალხი კარგად გაიგებს ამ ტერმინს, ეს იყოს ბარიგა სპეკულანტი, იყო ეს საბჭოთა პერიოდში, გადამყიდველები წარმოიდგინეთ რუსულ ანალოგებს, რუსულ ჯენერიკებს ყიდიან. ხა არ ვიცი, როგორ ჩანს ესეც რაღაცა გასაღების ბაზარი, ჩვენ ხო დიდი შავი ხვრელი გავხდეთ ბევრ რაღაცაში და ეს პრობლემაა. ამიტომ ადამიანები, ვისაც გაუჭირდება რაღაცა გზას გამონახავს, მაგრამ რამდენად სწორია ეს გზა, რამდენად მართლა სახლებში უნდა უმკურნალოთ ადამიანებს, ხო? რამდენად სისტემური იქნება, რამდენად თანმიმდევრული იქნება. ეს ხო ძალიან დააზარალებს ადამიანს, სისტემას, სპეციალისტებს და მიწოდების ხარჯს, ასე ვთქვათ, სერვისის მიწოდების ხარჯს. და პლუს კიდევ ადამიანებს სულ ექნებათ იმის შიში, რომ ვიღაცა მათკენ ხელს გაიშვერს. და მინდა გითხრათ, ეს მაინც და მაინც პოლიტიკური მიზნით კი არ იქნება აუცილებლად გამოყენებული. ეხლა რო გონიათ, რომ ეხლა მე სახლში დავრჩები, არც არ გავაკეთებ, მე თუ მოვერგები სისტემას, ნუ ვიყო ეხლა იმ ბაზაში და არა უშავს. შეიძლება ჩემ მეზობელს არ მოვეწონო, ხო? აი საბჭოთა კავშირში ესე იყო. ჩემ კოლეგას არ მოვეწონო რაღაცით, რაღაცაში ხელი შეუშალო. გამოიყენოს ეს ჩემს წინააღმდეგ ძალიან მარტივად. და ამიტომ ხდები ფაქტიურად დაუცველი, ძალიან დაუცველი ხდები სისტემის წინაშე. იმ მარტო იმიტომ, რომ შენ გაქვს პრობლემა ჯანმრთელობის, შეიძლება ძალიან ადვილად გაგისწორდნენ, აი აბსოლუტურად ყოველგვარი, არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს იყოს ლოგიკური, დასაბუთებული, რაიმე აზრიანი, ადეკვატური მიდგომა, ხო? ეხლა გამიჩნდა ეს კითხვა, რა შეიძლება ვიღაცას არ მოვეწონოთ რა ამ ბაზაში მოგვახვედროს. აი კოლეგა ჩათვლის, რომ რაღაცაში ხელს უშლით. უამრავი, ეხლა ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია, ეს ძალიან კარგად იცის, როგორ ჩაგრავდნენ ერთმანეთს ადამიანები. მეზობელი გიჩივის, რომ იქ რაღაცა ყვირის მაგალითად და გამოიძახებდა სასწრაფოს მოვიდო და წაიყვადე. მე მოვესწარი ამ პერიოდს, რომ ადამიანი ეს სახლში იჯდა თავისთვის და შეუვარდებოდნენ, გააკავებდნენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, წაიყვანდნენ და მე ყავდა ფსიქიატრიაში გამოკეტილი. რატო? იმიტომ რომ ეს ოჯახის წევრს თქვათ აწუხებდა და ვერჩინა რომ მარტო ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ისტორია არის ნაზი შამანაურის ამბავი. ნუ ხო, ან თუ გით ნაზი შამანაურის ისტორია, ხო
რა საჭირო იყო ესეთი ძალადობა, რაც არ უნდა პრობლემა ქონოდა. ხო, ეს სისტემა იყო ესეთი დამჩაგრავი. ნამდვილად, აი ესეთი კითხვა მაქვს, რომ არ ვიცი, რამდენად არის საერთოდ ეს გადაწყვეტილება, ინიციატივა ევროპულ სტანდარტებთან ახლოს, ან საერთოდ რომელიმე საერთაშორისო სტანდარტი. საერთოდ არანაირად ახლოს, არანაირ, ასე ვთქვათ, განვითარებული სამყარო სტანდარტთან ეს ვერც იქნება, იმიტომ რომ მთელი განვითარებული სამყარო იმიტომაც არის განვითარებული, ეს არის ჰუმანური, ეს არის ტოლერანტული, ეს არის ორიენტირებული ადამიანზე და არა ადამიანის საწინააღმდეგოდ იარაღების შექმნაზე, ხო? ამიტომ მე სხვა შორის აუცილებლად მექნება ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უბრალოდ მათი გავლენა როგორც ჩვენ ხედავთ დიდად არ არის ხოლმე, იმიტომ რომ არავინ არ უსმენს ამას და დიდად არავინ არ ითვალისწინებს რას ამბობენ ევროპაში. დიახ, ზოგადად კანონმდებლები ხსნიან, რომ ეს ცვლილება საჭირო არის, რომ დავიცვათ საზოგადოება უშუალოდ გარკვეული რისკებისგან. თქვენ ახსენეთ რამდენიმე ის პოტენციური მიზანი, ისაც შეიძლება რომ ეს იქნას გამოყენებული, თუმცა არსებობს თუ რა რეალური რაიმე საფრთხისგან თავის არიდების ეფექტი, რაც შეიძლება ამან მოგვცეს. კი ბატონო, ეხლა აქ საფრთხიდან არიდება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა მოსახლეობა უნდა იყოს დაცული, მაგრამ არა აკრძალვების ხარჯზე, არამედ ნებართვის გაცემის ხარჯზე. მე როდესაც ვიღებ მართვის მოწმობას, მე თუ ამ ბაზაში არა ვარ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე დღეს შემიძლია ავდგე და ავიღო ეს მართვის მოწმობა. ან მე მაგალითად რომელსაც 23 წლის ასაკში ავიღე მართვის მოწმობა და ეხლა უკვე დავბერდი და შეიძლება ყურს დამაკლა, თვალს დამაკლა და ასე შემდეგ, მე ესე იგი განუსაზღვრელი ვადით უნდა მქონდეს რაღაცის ნებართვა. ხო? მით უმეტეს იარაღის ტარების ნებართვა. აქ არის ნებართვაზე ლაპარაკი და არა აკრძალვაზე. მე კი არ უნდა ამეკრძალოს ჯანმრთელობის დიაგნოზის საფუძველზე, არამედ მე უნდა მომეცეს ნებართვა კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე. იმ ვითარებაში უნდა შევისწავლო ჯერ ნებართვა რა არის, იარაღის ტარების ნებართვა. უნდა ჯერ საჭიროება, რამდენ მე მჭირდება, რამდენ უნდა მქონდეს ეს იარაღი, ხო, იმ მომენტში როგორ მდგომარეობაში ვარ და მე ეს არ არის უსასრულო, ხო? რაღაც მომენტში ეს უნდა მოხდეს გადამოწმება. ამიტომ შენ თუ მართლა უსაფრთხოებაზე ზრუნავ, უნდა მოაგვარო ნებართვების საკითხები და არა აკრძალვის გზით წახვიდე, რომ ტოტალურად ყველას აუგზავნო. მაგალითად, მე თუ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა მაქვს, რაღაცა ვიღაცა მიჩივლოს და ჩავომართვა მართვის უფლება, ხო? რომელი უფრო საშიშია, რომ ადამიანს რომელსაც ან ბულიმია აქვს, ან ობსესიურ კომპულსიური აშლილობა აქვს, ან რომელსაც არ ვიცი, უამრავი ფსიქიკური აშლილობაა, ხო, რომლის გამოც ადამიანები მკურნალობენ და ამის გამო ჩამოგერთვა შენ, თქვა, მართვის მოწმობა თუ ადამიანს, რომელსაც ფიცხი ხასიათი აქვს, რომელიც კაცთმოძულია, რომელიც გაუთავებლად რაღაცა ეჭვებშია, რომ ხო, ნუ გასაგებია ესეთი პიროვნული მახასიათებლების ადამიანები სამწუხაროდ არ მიმართავენ სპეციალისტს, თუმცა ამის კარგად მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ისინი არ ხვდებიან ამ ბაზაში და მე მგონი რომ ფიცხი გაუწონასწორებელი იმპულსური კაცთმოძული ადამიანისთვის მართვის მოწმობის მიცემა ბევრად უფრო საფრთხილოა ვიდრე ადამიანისთვის რომელსაც აქვს ობსესიურ კომპულსური აშლილობა. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პასუხებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ამ თემაზე დისკუსია გაგრძელდება და აუცილებლად მივალთ სწორ გაწყვეტილებამდე.